ურეკში არის შშმ პირთა პანსიონატი ბარბარე, რომელშიც ჩვენ სახალხო კონტროლი წერილმა მოგვიყვანა. Აი ამ ოთახებში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ პანსიონატის მომსახურებით, სხვადასხვა ტიპის დაავადებები აქვთ ამ ადამიანს და აქ უვლიან კონკრეტულად აი ამ ადგილას, ეს არის კერძო ეზო ამ ადამიანებს. Როგორ უვლიან თქვენ ახლა ნახავთ სრულად მადონა კოიძის რეპორტაჟში. მე კი მინდა იმ ისტორიას გამოვეხმაურო, ანუ ჩვენ ბატონმა ამირანმა მოგწერა, რომ მას ცოლს დააშორეს, ცოლი შეირთო მან ქუთაისის პანსიონატში, იქ ერთად ცხოვრობდნენ და შემდეგ დაქორწინდნენ და უკვე როდესაც გადმოიყვანეს ბატონი ამირანი ამ პანსიონატში და მისი მეუღლე მეორეში. იძახის, რომ რატო დაგვაშორეს, ჩვენ გვინდა ერთად ყოფნაო. მოდით ამ ისტორიას ფარდა ავხადოთ და გავიგოთ თუ რა მოხდა სინამდვილეში. გამარჯობათ, ბატონო ამირან, როგორ ხართ? რა გეგონათ, არ ჩამოვიდოდი, მოგატყუებდით? როგორ ახართ, რა შევით? როგორ ხართ? ყოველ შემთხვევაში თეთრეული სუფთა გაქვთ, უყურებ მე და აი ოთახიც გარემონტებული არის, სუფთა ოთახი, ესეც მახარებს, ისე რომ აი ძალიან გაუსადლის მდგომარეობაში არ ახართ. როგორც ვიცით, ცოლთანა გაქვთ განშორების გულის ტკივილი, ხო? აბა მითხარით. მე მყავს მეუღლე ხელი მოწერილი მაქვს ოფიციალურად და გადაიყვანილია მეორე პანსიონატში. აქვე არის პანსიონატი, ის იმყოფება იქ, მე აქ. კონტაქტი არა გაქვთ? არა, ჩემი ტელეფონის ორი ნომერი მაქვს, ორივე დაბლოკილი აქვს. ვერ ვკავშირდები, არანაირი დალაპარაკება არ შემიძლია. აქ იყო 1-2 დღე დირექტორი არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ დავლაპარაკებულიყავი. რატო? არა გაქვს უფლება. მე მივალ ნახავ თქვენ მეუღლეს და გავესაუბრები აუცილებლად. მისი სახელი გვარი მითხარით? გიული კაპანაძე. ყვება როგორი გაქვთ? ყვებაზე არა მაქვს პრეტენზია. პრეტენზია არა გაქვთ, ოთახიც უყურებთ რომ შვენიერია, თეთრეული უყურებთ რომ შვენიერი, კარგია და მოწესრიგებულია. კი ბატონო, ტანსაცმელიც სუფთა არის, ოთახიც გაპრიალებულია, ანუ შესაბამისი პირობები გაქვთ. მაქვს, მაგრამ აი ნერვიულობა რაც რომ ჩემ მეუღლის გამო დაიწყო, წელიწადია, მე არის ზეწოლები. რა ზეწოლაზე საუბრობთ? აი იმ ზეწოლაზე რომ მაგალითად აი ვარწნევიანი არავით არის წამალი, მე ნიუჟელი არ მეკუთვნის თავრობიდან მეკუთვნო და მე ისა გადაიქვიან დამარეგულირებენ. კი. არა, მთავრობა თანხას იხდის იმის გამო, რომ თქვენ არაფერი არ მოგაკლდეთ. მთავრობა ამაზე ზრუნავს. სულ ჩემი ნაყიდი წამალი აქ არც ერთი არაფერი წამალი. კარგით, მაგას დავსვამთ მაკითხვებს აუცილებლად. წელიწადი ნახევარი აქ ვარ, არაფერი წამალი მე მთავრობიდან არ მინდა. არა, მთავრობიდან არა. მოდით ვთქვათ ხელმძღვანელობიდან, თორემ თქვენ რო აქ ახართ, ამაზე მთავრობა ზრუნავს. კი, მაგრამ მთავრობა კი გზავნის, მაგრამ ჩემამდე არ გასაგებია. გასაგებია, კარგით. რა სიხშირად შეგიძლიათ შხაპი მიიღოთ? შხაპი შეგიძლია მიიღო, მე მაგალითად ნებისმიერ დროს შემიძლია მივიდე შხაპი მიიღო, დახმარება და ეგეთი რამე არავინ არ და. ახლა თქვენ თუ გჭირდებათ დახმარება, დაგეხმარებიან და თუ შეგიძლიათ და თქვენ მაშინ, მაგრამ ხელი პარალიზებული გაქვთ. არ შეგიძლიათ. კი ბატონო. დახმარებით არავინ არ. კარგი. დახმარება, აი მენეფეციალი არის. ერთმანეთს ეხმარებით. კი, ისინი მეხმარებიან, მე ვარ ესეთი მარტო. ახლა მითხარით თეთრეულს თქვენ სამოს ვინ რეცხავს და ვინ აწესრიგებს? თეთრეულზე და სამოსზე არაფერი პრობლემა არ არის. გიწესრიგებენ? კი. კი. იმიტომ რომ მე აი ნახეთ
ოთახში ახლა ვერ დაუკარგავთ ამ ხალხს. არც სუნი არ არის და ოთახიც სუფთა არის. მე მოვისმინე ბატონ ამირას პრეტენზია და ერთადერთი პრეტენზია აქვს ის, რომ ცოლთან არის დაცილებული და დანარჩენი ყვებასთან, სისუფთავესთან, მოვლასთან ის აღიარებს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად უკეთდება მას და ეს ძალიან კარგია თვითონ ანუ ბენეფიციალებიც პატივს გცემენ და ეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემოვდივართ თეთრეულით სუფთაა, მატრასები, ზეწრები, ყველაფერი სუფთაა, ნახეთ. აი ყველაფერი მოწესრიგებულია. მოდით აქ შევიხედოთ. აქაც ნახეთ, აი პირადი მოხმარების ნივთებია. კი ბატონო, ჰიგიენის ნივთები არის და სამოსი, აი ჰიგიენის ნივთები. ოთახი აქაც არის შეღებილი კარგად, მოწესრიგებული, ფარდაც სუფთა არის და აბლაბუდებიც არ არის. ეხლა ვნახოთ სველი წერტილები თუ შეიძლება. აი ეხლა მითხარით, რომ აი ეს არის ღრუბლები, რომლითაც ბანთ მოხუცებს, ხო? ეხლა აქ როგორ არჩევთ რომელი რისია? აი ეს ვისია და ეს ვისია როგორ არჩევთ? აი გამირჩიეთ. აი ესენი გამირჩიეთ რომელი ვისია? შევიქცია ამანიდან გამოსვლის შემდეგ სარეცხ მანქანაში ვერცხავთ. არა აქვს მნიშვნელობა, ჩემი ნარეცხი და ნაბანი ეხლა რაც არ უნდა სარეცხ მანქანაში გარეცხოთ და ეს რაოდენობა არ ეყოფა იმ ადამიანებს. არა, ეს არის ყოვლა დაუშვებელი. სველი წერტილები შეძლების დაგვარად არის, ნუ გაკეთებული, კარგია რომ დუში არის და შეიძლება რომ აი მოწესრიგდეს თვითონ პაციენტები, ყველაფერი სუფთა არის, ნუ ცოტა არის კიდე დასამთავრებელი რემონტი, მაგრამ ძირითადად რასაც ვუყურებ არის გასუფთავებული. ნახეთ, აი ყველაფერი არის აბსოლუტურად სუფთა. ცხელი წყალი არის. ტუალეტის ქაღალდი არის. ბენეფიციალები რო შედიან აბაზანაში ეხმარებით თუ არა? ხალხი ვისაც საჭიროება ჭირდება თუ არა ბატონ ამირანს დახმარება? ჭირდება დასხმარება. ხო. მეუბნება რომ არ მეხმარებიან. ამირა არ ვიცი, ვერ დავეთანხმები რომ არ ეხმარებიან. ეხლა კიდე ის მომწონს რომ რასაც ვუყურებ, რომ მიჩვეულები არიან, ბენეფიციალები არ ეწევიან ოთახებში, გამოდიან გარეთ და ერთმანეთის ჯანმრთელობას პატივს სცემენ. ანუ აქტიური მწეველი არ აიძულებს მეზობელს გახადოს პასიური მწეველი. ბატონ ამირანის საჩივარმა მოგვიყვანა აქ და როგორც მან აგვიხსნა, იყო მეუღლესთან ერთად ისინი ქუთაისის პანსიონატში გაიცნეს, ერთმანეთი შეუღდნენ და შემდეგ დაგვაშორესო და გვაინტერესებს ჯერთი სად არის ქალბატონი გიული. ქალბატონი გიული არის ჩვენსავე პანსიონატში, უბრალოდ ლოკაცია არის სხვა. რატო დავაშორეთ მეუღლე? ჩვენ არ დავაშორეთ, თვითონ ქალბატონი გიული იყო ძალიან შევიწროვებული, ნუ ეხლა ბატონი ამირანი არ აძლევდა არავისთან საუბრის უფლებას, დაჯდომის უფლებას, ყავა რომ დაელია ვინმესთან, მერე მუდმივად აი პენსიის აღების დროს მუდმივად უშვებდა მაღაზიაში დასალევის გამო. აბსოლუტურად ხელმძღვანელობდა ქალბატონი გიულის პენსიით. ეს ქალბატონი გიული გამომეტყველებით რომ გენახათ თქვენ იყო გაუბედურებული და დაღლილი და თვითონ თქვა მან რომ არ შეეძლო მეტი სატანა. ამიტომ მისივე გადაწყვეტილებით მოხდა ეს ყველაფერი. მას ყავს შვილები, რომელიც ერთი იზრდებოდა მინდობიჩი და გაათხოვა იმ მინდობიჩი, სადაც იზრდებოდა იმ ოჯახმა საოცარი ოჯახია. მეორე ყავს იგივე მინდობით ოჯახში იზრდება. მოდი დაუბრუნდეთ ბატონ ამირანის საჩივარს. ნახეთ რა ხდება. ანუ მე როგორც მივხვდი, ის ხარჯავდა თავის პენსიას და მეუღლის პენსიას დასალევში, ალკოჰოლში და ამიტომაც ითხოვს მასთან, ხო. მე მაინტერესებს აქ ალკოჰოლის მიღება შესაძლებელია? არა, აკრძალულია. ვინც ალკოჰოლს მიიღებს, შინაგანად წეს არ გაითვალისწინებს და დაარღვევს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ზარი განვახორციელოთ 112-ში, სოციალური მუშაკი ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ საჭირო იქნა, სამინისტროს წარმომადგენლებსაც ვაყენებთ საქმის კურსში. ეხლა მას ყავს ვის აქვს ცდომა მის პენსიაზე? მას ყავს მხარდამჭერი და მხარდამჭერი მისი ქალბატონი გიულის მოთხოვნის ის გიული ჩვეულებრივად გადის მაღაზიაში, მას რაც უნდა სურვილი რისი
ინტერესიც აქვს. იმას ჩვეულებრივად ის ყიდულობს და მოიხმარს. გასაგები, ანუ ეხლა ამჟამად თანამშრომელი, პანსიონატის თანამშრომელი არის მხარდამჭერი, რომელიც ეხმარება ქალბატონ გიულის, რომ დახარჯოს მისი პენსია ისე, როგორც მას სურს, ხო? კი ბატონო, ესე იგი თანამშრომლის ხელმძღვანელობით ხდება ეს ყველაფერი, ეს ფინანსურ საკითხებში მეტნაკლებად გავერკვიათ. ეს არის სამზარეულო, სადაც მზადდება ბენეფიციარებისთვის საკვები. აქაც მოწესრიგებულია, ჭერი მოწესრიგებულია, იატაკი მოწესრიგებულია, კედლები გაპრიალებულია. შევიდეთ, ნახოთ სამზარეულოში რა ხდება. მომწოს ჭერი, მომწოს კედლები, ვიმეორებ, მომწოს იატაკი, მომწოს მაცივარი, არ შემიხედია შიგით, მაგრამ კარგი, არ მომწოს ნიჟარა. და რატო გეტყვით? სად რეცხავთ? აი მითხარით, ჭუჭოს სად რეცხავთ? ამაში, ის არის ხელშაბანი და პროდუქტს სად რეცხავთ? პროდუქტს ამაში. პროდუქტსაც ამაში რეცხავთ. ჯერ ჯამზე და მე ანუ იმასაც აქ რეცხავთ, ჭუჭასაც აქ რეცხავთ და პროდუქტსაც არ რეცხავთ. პროდუქტს გამრეცხავ ჯამით, გადიგავალ ჯამზე რეცხავ. კარგი. მისაღებია, მივიღებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი კარგი იქნება იმ ხელა ნიჟარაა, რომ ორიანი მაინც იყოს. სახში, როდესაც ალუმინის ქვაბში ვაკეთებთ საჭმელს, მე რას ვაკეთებთ? ვიღებთ? ხო, აი გამოსაღები არ არის საჭმელად. რეჩი ხარ. და საჭმელად რატო არ არის? არა, ეს უკვე ვაჭამე. ხო და იმას ვიზამ. რას იზამთ? გადაუყრი აწი ძაღლებს. თუ გადააყრით, მაშინ მაცივარში რა უნდა? თუ არა, გადასაყრას მაცივარში არ ინახავენ, ქალბატონო. რომელ საათზე გაქვთ კვება? 3 საათზე გაქვთ კვება და საჭმელი არის გამზადებული, ხო? ჯერ გამზადებული. ამზადებთ. ხო. ეს რას ამზადებთ? კარტოფილის სალათი. კარტოფილის სალათი. იგი არ არის მაგის დასარეცხება, გაურიცხება და ხორცის соуზი მექნება. ხორცის соуზი. კი ბეტონო, ხორციანი соуზი და კარტოფილის ხო. კარტოფილის სალათი. ლიმონადი და ნამცხვარს დავაყოლები. აჰა, ნამცხვარსაც აყოლებთ. მენიუ გაწერილი გაქვთ? შეგიძლია მაჩვენოთ? გაწერილი გაქვთ ყველაფერი. პრინციპში ეს იყო სულ სამზარეულოც მოგვეწონა და მენიუც მოგვეწონა, იმიტომ რომ აშკარად ხორციანი კერძი კეთდებოდა, აშკარად ახალი კერძი კეთდებოდა და ძველი შენახული პროდუქტები ფაქტიურად არ არის. წიწებურა გადაყარეთ და არასდროს არ შეინახოთ გადასაყრელი პროდუქტი მაცივარში. ერთი შეხედვით, რა ვიცი, მე რასაც ვხედავ, კარგი პირობებია, ბაღიც არის, საქანელაც, ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სულიერი დაავადებებით არიან, დასნეულები, მაგრამ დადიან აშკარად, მოვლილები არიან, კოხტად ჩაცმულები, მაგრამ ჩვენ ამ ისტორიის გაგრძელება მაინც გვინდა გადავიღოთ, იმიტომ რომ გვაინტერესებს მეორე მხარეს, ანუ ამირანის მეუღლის მხარეს პოზიციის გაგება. შეიძლება შემოვიდეთ? ხო, თქვენ არ გადაგიღებთ. ეს არის ოთახები. ოთახში არის სველი წერტილი, სველი წერტილიც დავათვალიეროთ. სველი წერტილიც სუფთა არის, ნახეთ. თეთრეულიც სუფთაა. მატრასებიც სუფთაა. კი ბეტონო. ჰიგიენური საშუალებები ნომრებში დევს და ცხელი წყალი ვნახოთ, ცხელი წყლის არსებობა. ცხელი წყალი ოთახში არის, კი ძალიან კარგია. აუცილებლად უნდა შეკეთდეს და შემოწმდეს ელექტროობა. აუცილებლად უსაფრთხო უნდა იყოს ყველა ოთახი. ყველაფერი მოწესრიგებულია და კარგია, რომ აი ადამიანები არიან ისეთებიც, რომელიც თუ კი კიდებენ ასეთ ადამიანების მოვლას ხელს, ისინი პირნათლად ასრულებენ თავის ფუნქციებს და მოვალეობებს. გამარჯობათ ქალბატონო გიული, როგორ ძანდებით? მეც კარგად. მეც შემოძვირფასო, მეც წარმატებებს გისურვებთ, ძალიან შეწუხებულია თქვენი მეუღლე. რამ შეაწუხა და უთქვენობამ? ყველღალიძე ნინოს მიმართე მე ჩემინებით და უთხარი რომ ამირანთან ცხოვრება მაღალ მინდა ცალკე ოთახში გადამიყვანეთ თქო. ქალბატონი ნინო მე რა შათილიშვილს და ელაპარაკა დირექტორს და უთხრა დირექტორმა და ნინომ ერთობლივად მითხრეს რომ გადაგიყვანთ იქით პანსიონატში, ამ პანსიონატზე იყო საუბარი. და დავთანხმდი მეც. ანუ ეს თქვენი სურვილია და არანაირი ზეწოლას არ ქონია ადგილი. არა. და ჩემმა შვილებმაც გამომიცხადეს რომ შენ გვერდში არ გვინდა არავინო, მარტო შენ გვინდი ხარო. კი ბატონო და შვილებთანაც აღადგინეთ ურთიერთობა. რამდენი ხანია თქვენი ქორწინება, რაც გრძელდება? 28 სექტემბრის 2023 წელს.
დიახ და ანუ ხან და სულს ახლა ხელი გავაწერო მასთან. ანუ ხელის გაწერა აქვს სულთ და აქვს სულთ მასთან ცხოვრება და მას უთხარით ამის შესახებ? ამის შესახებ მას არ დავლაპარაკები ვარ. დეგებ დაელაპარაკოთ, იმიტომ რომ ისიც რო არ იყოს მოლოდინის რეჟიმში და თქვენ ხართ თავისუფალი ადამიანი, ქორწინებაში დარჩენა თუ არ დარჩენა ეს თქვენი ნებაყოფლობითი სურვილია და ჩვენ ვალდებული ვართ ყველა მცეთ პატივი. ნინო არ ჩემი ხარდამჭერი და მეხმარება რასიდაც არის საბუთები არის თუ რაც არის მოწესრიგებელი, მეხმარება ყველაფერში. მე თქვენ გადაწყვეტილებას პატივცემ, ჩავაყენებ ბატონი ნამირანს ამის შესახებ საქმის კურსში და ვეტყვი რომ თქვენ გსურთ განქორწინება, თუმცა თქვენ ეს თვითონ შეგიძლიათ ალბათ უფრო სწორი იქნება თქვენ რო გააკეთოთ. ეს მე თვითონ ვიღებ და რაც მომესურვება და მომენატრება საჭმელი, იმაში დასაცმელ საკაც მაძლევენ, მაგრამ მაინც ყიდულობ ხოლმე მე ჩემი ეს მე თვითონ მაქვს ასეთი ის არ შემიძლია რომ არ ვიყიდო. კი მოაქვს აქ დასაცმელი, მაგრამ მაინც ხარჯავ ხოლმე. სანამდე მაგას იტყოდით, მე სრულიად გულწრფელად ყველაფერი თქვენი ნათქვამი აბსოლუტურად მჯეროდა, მაგრამ ჩვენი გვითხრეს, რომ თქვენ ყავთ მეურვე, რომელიც თქვენ პენსიას განაგებს და არა თქვენ და მე ანუ დამიტოვებთ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ვინმე ზეწოლას ახდენს თქვენზე. ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ გულწრფელი უნდა იყოთ ბოლომდე. აი ეხა მაგალითად მე რაღაცაში ეჭვი შემეპარა, იმიტომ რომ მე არ მაქვს უფლება რომ არ დავიჯერო იქ რაც მითხრეს, იმიტომ რომ ხელმძღვანელობა მითხრა რომ თქვენ ყავთ მეურვე და თქვენი მეურვე განაგებს თქვენ პენსიას. ეს თქვენი უფლებაა, გინდათ მეურვეს განაგებინებთ, გინდათ თქვენ განაგებთ, მაგრამ ის რო ეხლა რასაც თქვენ მეუბნებით, მე თქვენთვის ეს კითხვა არ დამისვამს. და რატომ მეუბნებით მაგას? იმიტომ რომ ვინმე დაგარიგათ? სწორად გამიგეთ, ახლა თქვენ მიტოვებთ ეგეთ შთაბეჭდილებას. ხო და მე არ მიკითხავს თქვენთვის და ესე შთაბეჭდილებას ნუ დამიტოვებთ ძალიან გთხოვთ. კარგით. კარგით. პატივცემთ თქვენ ყველა გადაწყვეტილებას. აი ასეთი იყო გიულის პოზიცია და ესეთი დასასრული აქვს ამირანის და გიულის სიყვარულის ისტორიას. მამაკაც უნდა, მაგრამ ქალს არ უნდა. და რადგან მაინც ქორწინება ეს არის ორი თავისუფალი ადამიანის კავშირი, ამ შემთხვევაში ალბათ უნდა დაემორჩილოს გიულის გადაწყვეტილებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მშვიდობით დასრულდება ის ისტორია, თუმცა მინდა ისევ და ისევ კითხო ამ ლოკაციის ამ პანსიონატის ხელმძღვანელს, ეხლა ვართ გოგუაძის ქუჩაზე, ქალბატონ სვეტას. ქალბატონ სვეტა, ჩვენ მოგვეჩვენა, რომ გიული საკმაოდ ბედნიერია, კარგად გრძნობს თავს, ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, სადაც დახარჯოს თავისი პენსია, სადაც წავიდეს რა გააკეთოს, სალონში წავა თუ მაღაზიაში და იმედი მაქვს, რომ არანაირი ზეწოლა მასზე არ იყო. და ეხლა გავიგეთ კიდევაც რომ განქორწინებასაც აპირებს, ისინი 2 წელი არც არიან, რაც დაქორწინებულები არიან, შეხვდნენ ერთმანეთს ქუთაისში ასევე ასეთი ტიპის პანსიონატში, მაგრამ სამწუხაროდ ესე დასრულდა მათი ისტორია. ამერანის გარეშე არის გიული ბედნიერი, არის 64-ში ჩვენთან აქ მეორე პანსიონატში. ყიდულობს ყველაფერი, რასაც მას სჭირდება, თანსაცმელი იქნება, საჭმელი იქნება. გასაგებია რომ თქვენ ამბობთ რომ ქმარს ქონდა ფინანსური ინტერესი, ხო? აი ესეა. მაგრამ უკაცრავად და მეორეს არა აქვს ეს ფინანსური ინტერესი. ხო შეიძლება რომ ადამიანმა სიტყვაზე ვამბობ, ხო, აიღო 500 ლარი პენსია, დახარჯა 200 და 300 საწავიდა, ხო? აი ეს კონტროლი როგორ ხდება? ყველათბიურად სამკურნალოდ მიყავენ ფეხები აწუხებს გიულის დანსაცმელსაც ყიდულობს 200-300 ლარის ყველათვიში თითქმის ან კონტროლი როგორ ხდება ფინანსური? ნუ ეხლა აღარ ვიცი ეხლა ეს როგორ და არ ვიცი ეხლა. ანუ მაინც პატარა კითხვა დარჩა. ჩვენში ჩვენ ხო ჟურნალისტები ვარ და სკრუპულოზურად გვიყვარს ყველაფრის გამოძიება და თუ იმ შემთხვევაში აბრალებდნენ მეუღლეს რომ ისხარჯავდაო პენსიასო, ხო არ ვიცი, ეს რაც მოვისმინეთ მხოლოდ იმას გიყვებით. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც ვერ გავიგეთ, ანუ სრულად ხარჯავს ქალბატონი გიული თავის პენსიას თუ იქ რაღაც რჩება, რაღაცა თანხა და სად მიდის მე ეს თანხა გადადის შემდეგ თვეზე თუ ეგის ვიცი რომ მან კიდევ ეხმარება თავის შვილიშვილებს და თავის შვილს ზამნის, კი ურიცხავს, კი ეგეც კი ნამდვილად მასია. მაშინ გასაგებია შვილებს რატო არ უნდათ მეუღლე და რატო უნდათ რომ დედა იყოს მარტო. მოკლედ
ჩვენ ვასრულებთ ამ დეტექტიურ ისტორიას, უпростоრეთ სიყვარულის ისტორიას, ამირანის და გიულის სიყვარულის ისტორიას. არანაირ ჩვენს კომპეტენტობაში არ შედის, რომ გავარკვიოთ ვინსა და როგორ ხარჯავს ფულს, უბრალოდ რანგან უმწეო ადამიანებზე იყო საუბარი, ხო, იმიტომ რაღაც პრობლემები აქვს ქალბატონ გიულის, რაღაც სულიერი მენტალური და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან კაცრი კონტროლი უნდა იყოს ამ შემთხვევაში, თუნდაც ის რომ ვიღაცამ არ ისარგებლოს მისი მდგომარეობით და ბოროტად არ გამოიყენოს მისი ეს მდგომარეობა. ჩვენ კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვართ ურეკში, ამ წვიმიან ურეკში და ეს არის შშმ პირთა პანსიონატი ბარბარე. გამარჯობა. ეს როდის მოხდა? ობისოკო. არა, შეღებილი არ არის, სველია. სველია და წყალი შემოდის. და ობისოკო არის აშკარად, აი? აქ ჭამა არის დაუშვებელი. მაცი ვარი ვნახოთ. აქ რა გაქვთ? ეს ხორცია საქონლის? დიახ. ეს წანილი? დიახ. ჩაყინული. კი. ყველას აწერია თავთავი. ეს ქარხნული არის და ვადა აწერია, კი ბეტონი. მესმის. აქაც ნახოთ რა არის. აქ ბოსტნეული გაქვთ, ხო? შენახული. ქვაბები, სუფთა. ჭურჭელი სუფთა. ეს ხორცი არის ამოღებული და კერძი მზადდება. აი ერთადერთი რაც მინდა გთხოვოთ, აი ეს დაცვის მაგივრად, აი ეს საფარი აბინძურებს პროდუქტს. და ჭურჭელს. სუფთა ჭურჭელი არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც სუფთა კერძები. თქვენ ცდილობთ, რომ ტვერისგან დაიცვათ პროდუქტი, სინამდვილეში შეხედეთ რა მდგომარეობაშია. ეს აუცილებლად უნდა მოხსნათ აქედან. არც გამოვაღებ, ვუყურებ, რომ აი ძალიან სუფთა არის და მოწესრიგებული ყველაფერი, ერთადერთი ვნახავ მაცივარს. თევზეულობა გაქვთ აქ? კი ბატონო, ანუ ერთიანად ჩემო გაქვთ ბაზარი და მე ინახავთ უკვე განანაწილებული გაქვთ და ინახავთ მაცივრებში. პრინციპში აქაც იგივე მოწესრიგებული ადამიანის ხელი გრძნობა. იმიტომ რომ არის გარდა იმისა, რომ სამზარეულოში სისუფთავე დაცული, რომელიც მზარეულის დამსახურება, ასევე დირექციის, იმიტომ რომ პროდუქტი არის აშკარად ისეთი სრული საკვებად რაც ჭირდება ბენეფიციალებს, ყველაფერი აბსოლუტურად შემოტანილი, იგივე თევზი, იგივე ხორცი, იგივე საქონლის ხორცი და ასე შემდეგ, ანუ ყველა ელემენტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის ჭირდება და არსებობისთვის, ყველაფერი აბსოლუტურად გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვაფასებთ. და მე პირადად არაფერი არ შემიძლია ვთქვა, იმედი მაქვს, რომ ის შენიშვნები, რაც მე დავტოვე, იმ შენიშვნებს ყველას გაითვალისწინებენ და აუცილებლად მოაწესრიგებენ, იმიტომ რომ აშკარად პასუხისმგებლიანი ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ აქ და რომლებისთვის სულ ერთი არ არის აი იმ ბენეფიციალების მდგომარეობა, როგორც სულიერი, ასევე მათი ფიზიკური მდგომარეობა. ეს იყო სულ გაჩვენეთ პრინციპში ურეკში ორი ადგილი, აქ ბევრია კიდე ასეთი ადგილი და ბევრი ადგილიდან გვიკავშირდებიან და მერწმუნეთ აბსოლუტურად თითო-თითოს მოვივლით, იმიტომ რომ მოსახლეობიდან არა კონკრეტულად ამ პანსიონატებიდან, არამედ სხვა პანსიონატებიდან რაღაც პატარ-პატარა საჩევრები შემოდის, რომელსაც აბსოლუტურად არც ერთ კონტროლის გარეშე და შესწავლის გარეშე არ დავტოვებთ. ეს დასაწყისია.